დროში მოგზაურობთ, ჩვენი გადაცემა არის რადიო იმედის ეთერში და ვინაიდან დღეს არის 13 რიცხვი, 13 იანვარი, ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ აი ამ რიცხვთან 13-თან ერთად ვიმოგზაუროთ დროში და ჩვენ სტუმართან ერთად გავარკვიოთ თუ საიდან წარმოიშვა და საერთოდ რატომ ჩამოყალიბდა ის, რომ 13 რიცხვი ითვლება ყველაზე უიღბლო რიცხვად და განსაკუთრებით ეს შიში ძლიერდება მაშინ, როდესაც 13-ს კვირის დღეებს შორის პარასკევი ემთხვევა, ამ დროს კიდევ უფრო მეტი შიშია. რეალურად კონკრეტული თარიღი ასე შეიძლება ვერ ვთქვათ, თუ საიდან დაიწყო დამოკიდებულება, ესეთი ნეგატიური დამოკიდებულება 13-ის მიმართ, თუმცა თუ რწმენა წარმოდგენებს და ბიბლიურ პერიოდს გადავხედავთ, როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი დაკავშირებული არის საიდუმლოსერობასთანაც კი, რადგან უძველესი დროიდან ხალხმა იფიქრა, რომ ვინაიდან საიდუმლოსერობის დროს არსებულ ჩანახატებზე, ფრესკებზე და ყველა სახეობის ნახატზე და ყველაზე ცნობილი მათ შორის არის ლეონარდო და ვინჩის საიდუმლოსერობა, იესო და 12 მოციქული, რომის ხედან მაგიდასთან და საერთო ჯამში არის 13 ადამიანი, იუდა რადგან არის მე-13 და მან გასცა იესო ქრისტე, აი სწორედ ამ მე-13 ეს უკვე იყო დიდი უიღბლობა და ღალატის მომტანი ეს ყველაფერი. არა მხოლოდ ბიბლიური მიმართულებით, არამედ სკანდინავიურ მითოლოგიასაც უკავშირებენ ამ ყველაფერს, რადგან ღმერთი ლოკი იყო მე-13, რომელიც ვალჰალაში ნადიმზე მივიდა და სწორედ მან გამოიწვია ქაოსი, მან მოატყუა დამსწრე საზოგადოება, ღმერთი ბალდური მოკლა და ასე შემდეგ. მოკლედ ამ უძველესი დროიდან დაწყებული და ჩანერგილი დამოკიდებულება 13-ის მიმართ იმდენად განვითარდა, რომ თანამედროვე რეალობაშიც კი უცნაური დამოკიდებულება გვხდება 13-თან ერთად. თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს შენობები, რომელსაც მე-13 სართული არ გააჩნია. არსებობს თვითმფრინავები, მე პირადად მინახავს, არ ვიცი თქვენ გინახავთ თუ არა, რომ თვითმფრინავს მე-13 რიგი არა აქვს და როდესაც გავივლით ესე შუაში და ვეძებთ ჩვენ ადგილს, 12-დან პირველად 14-ზე არის გადამხტარი ნუმერაცია. 13 ნომრით დანომრილ სახლებზე, როგორც ამბობენ, უფრო დაბალი ფასია, უფრო იაფად იყიდება ის სახლები, რომელსაც მე-13 ნომერი აქვს და წარსულში ზოგიერთმა საბჭომ ფაქტობრივად აკრძალა ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაში 13-ის გამოყენება, რადგან იქ ხალხი იაფას იხდის, საერთოდ არ მოსწოთ ცხოვრება და საერთო ჯამში ბიზნესისთვის ამგებიანიაო. და თუ საუბრობთ ნაგებობებზე, შენობა არა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობა, რაც სოფლის სანახაობებში არსებობს და ეს არის ლონდონის თვალი, ანუ ლონდონის ეშმაკის ბორბალი, იქაც არის რეალურად 32 კაბინა, მაგრამ იმის გამო, რომ მე-13 კაბინას 13 არ აწერია, 32-ის ნაცვლად 33 აწერია კაბინებს და ასე რომ მე-13-ში ძალიანაც რომ მოგინდეთ, ვერ ჩასხდებით და ვერ დაინახავთ მე-13 კაბინიდან ძვირფას ხედებს, რომელიც ლონდონზე და მდინარე ტემზაზე არის გაშლილი. საინტერესო ის არის, რომ უშუალოდ თარიღთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ბევრი ადამიანი უარს ამბობს 13 რიცხვში იფრინოს, 13 რიცხვში იყიდოს სახლი, ან აქციებზე თანხა დადოს 13 რიცხვში და ეს საერთო ჯამში ასეთი დამოკიდებულება ანელებს ეკონომიკურ აქტივობას. ერთ საინტერესო ციტატას წაგიკითხავთ, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში სტრესის მართვის ცენტრის და ფობიის ინსტიტუტის დამფუძნებელმა თქვა. შეფასებულია, რომ ამ დღეს ბიზნესში 800 ან 900 მილიონ აშშ დოლარს კარგავს წარმოება საერთო ეკონომიკური ბრუნვა, რადგან ადამიანები არ დაფრინავენ ამ დღეს, არ აკეთებენ ბიზნესს ამ დღეს და ჩვეულებრივად არ ცხოვრობენ ისე, როგორც დანარჩენ რიცხვებში იცხოვრებენ. და კიდევ ერთი დანამატი, ტელეფონის ნომერში თუ 13 არის გამორეული, ადამიანები ცდილობენ თავი აარიდონ ასეთ ტელეფონის ნომრებს და ურჩევნიათ უფრო ძვირი გადაიხადონ იმ ნომერში, რომელიც 13 საერთოდ არ ფიგურირებს. მოკლედ, რატომ ხდება ეს ყველაფერი და რა ქაოსია 13-თან დაკავშირებული და მართლაც უიღბლოა თუ არა, ამ ყველაფერზე ჩვენს სტუმართან ერთად ვისაუბროთ, რომელიც სტუდიის სტუმარია, ნუმეროლოგი ნინა ორველაშვილი. დიდი მადლობა ნინა სტუმრობისთვის. 12 რიცხვი არის სრული, ხო? ზოდიაქოს 12 ნიშანი, ოლიმპოს 12, ღმერთი წელიწადის 12 თვე და 12-ის დანამატი რომ 13-ია, ამიტომ თუ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? მოგესალმებით და მადლობას გიხდით მოწვევისთვის. კი, რეალურად საკმაოდ სწორად აღნიშნეთ, 12 არის სრული ციკლი. 13 არის ციკლს გარეთ. ან ეს არის ძველის ნგრევა და ახლის შენება. რეალურად მიუხედავად იმისა, რომ კი 13 აღიქმება როგორც ნეგატიური რიცხვი, თუმცა რეალური მისი არსი ამაში არ მდგომარეობს.
ერთი პატარა გამოკლებით ვიტყვი, რატომ მოქმედებს ასე. მაშინ როდესაც ჩვენ რაღაცაზე ვართ კონცენტრირებულები და ორიენტირებული, უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ. შესაბამისად, ნებისმიერი მოვლენა, რომელიც სამეთში ხდება, უფრო მეტად აღიქმება, ვიდრე ნებისმიერ სხვა რიცხვს. უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ. განსაკუთრებით თუ ემთხვევა პარასკევი თავისთავად. და პარასკევიც ბიბლიური ნაწილია, იმიტომ რომ პარასკევი არის ჯვარცმის დღე, მძიმე დღე და ამას უკავშირებენ როგორც მოვიზარდა კიდევ ბევრი რამ არის დაკავშირებული 13 პარასკევ 13-თან გარდა ამისა, შემდგომ უკვე იყო ფილმები, რომლებიც გადაიღეს და მოხდა ამის პოპულარიზაცია, გაამზაფრა კი. თუმცა რეალური ესეთი დატვირთვა თვითონ დღეს რასაკვირველი არ აქვს. ორი რაღაც დაემთხვა ერთმანეთს და შესაბამისად უკვე შეიქმნა ის მდგომარეობა, ის წარმოდგენა, რომელიც ადამიანებზე მოქმედებს. ერთი რის გამოც მოქმედებს, ეს არის თვითონ ჩვენი ემოციური მდგომარეობა, შიში, წარმოსახვა, როდესაც ადამიანს ეშინია ის უფრო დაძაბულია და შესაბამისად უფრო მარტივად უშვებს შეცდომებს, რაც ბუნებრივია. ანალოგიურად ზრდის კატასტროფების ალბათობას, იმიტომ რომ მაშინ როდესაც რაღაცაზე ნერვიულობ განის დიღელავ, უფრო დაძაბული ხარ, შესაბამისად შეიძლება რომ უფრო მარტივად მოიზიდო. ერთის მხრივ ეს მოქმედებს და მეორეს მხრივ რა მოქმედებს. რასაკვირველია, რიცხვებს აქვს გავლენა ჩვენზე და ეს არის სისტემა, რომელიც ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. თვითონ რიცხვებს აქვს ჩვენზე გავლენა, თუ ჩვენ ამოვიჩემებთ ხოლმე რიცხვს და გგონია რომ გავლენა აქვს. რეალურად რა თქმა უნდა აქვს. როგორ არის? ზოგადად ნუმეროლოგია უძველესი დროიდან მოდის, მაგრამ ნუ ესე უხეშად პირველი ნუმეროლოგი შეგვიძლია რომ პითაგორა მივიჩნიოთ. რეალურად როგორ არის? დაბადების წამიდან ჩვენ გვაქვს შეხება ციფრებთან. ჩვენი დაბადების თარიღი, რომელიც პირდაპირ გვენიჭება და კი იწერება ჩვენი დაბადების თარიღი და გვენიჭა რაღაც კოდი, რაღაც ინფორმაცია, რაღაც ენერგია. რეალურად ციფრები ძველ დროში აღნიშნავდნენ, ეს იყო კოსმიური ენა, სამყაროს ენას აღნიშნავდნენ, რომელიც გადმოტანილი იყო ციფრების მეშვეობით. თითოეულ ადამიანს შეესაბამება თავისი ციფრი, დაბადების დღის შეკრების შესაბამისად ნუმეროლოგიური რიცხვი ან ბედის ციფრი, სხვადასხვანაირად უწოდებენ. ეს არის ის რაღაც აღნიშნული, რომელიც ჩვენი ენერგია და უხეშად, რა თქმა უნდა, არა პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ აღნიშნავს ჩვენს ენერგიას. იმას, რაც რა შესაძლებლობა, რა მონაცემი გვაქვს, როგორ გვხედავ სამყარო ჩვენ. და თავისთავად ყველა ციფრს თავისი ენერგია აქვს განსაკუთრებული. მაგალითად 11 რიცხვში და 12 რიცხვში დაბადებული ადამიანები სხვადასხვა ენერგიის მატარებლები არიან ამ სხვადასხვა რიცხვების გამო. კი, აუცილებლად. თუ ავიღებთ ნუმეროლოგიურ რიცხვს, ამ შემთხვევაში ეს არის ის თლიანობა ჯამი, ჩვენი დაბადების თარიღის, რომელიც გვაძლევს რაღაც კონკრეტულ ენერგიას, რაც ჩვენ განგვსაზღვრავს და შემდგომ უკვე ამის მიხედვით შეგვიძლია გავიგოთ როგორ მოქმედებს. პირობითად ავიღოთ მაგალითად ადამიანი, რომელიც საბოლოო ციფრიც გამოვიდა 3-იანი. ნებისმიერ დღესთან მისი თავსებადობა, იმ დღესაც ხო თავისი ენერგია აქვს, რაღაც საბოლოო შედეგს ხო იძლევა. პირობითად ავიღეთ 3-იანი, მაგალითად ავიღეთ რაღაც კონკრეტული თარიღი, მაგალითად 13/01/2026, ხო? ამის შეკრებით და ჩვენი რიცხვის დამატებით ხო ვიღებთ საბოლოო რაღაც რიცხვს. შესაბამისად, ნუ უკვე თითოეულ რიცხვს აქვს თავისი მნიშვნელობა, რა დანიშნულება აქვს, რა დატვირთვა აქვს და უკვე ამის მიხედვით ვიგებთ, როგორ მოქმედებს ჩვენზე, რაც შეეხება 13-ს. 13 რეალურად ასოცირდება ტრანსფორმაციასთან, ცვლილებასთან და როგორ მოქმედებს. ადამიანი რატო შეიძლება აღვქვათ, რომ თარსია? თარსი შეიძლება რომ იყოს ოღონდ რა კუთხით. იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არის სტაბილური, ყველაფერი კარგად აქვს აწყობილი, იდეალურად ცხოვრობს, მარტივად რომ ვთქვათ და მაგალითად გადაწყვიტა რომ რაღაც მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი 13-ში. ტრანსფორმაცია შეიძლება რომ მოხდეს, ცვლილება შეიძლება რომ ხელშეკრულებას რო ხელს აწერს, იქ რაღაც ახალი მოხდება. კი, თუმცა ამ შემთხვევაში არის ის, რომ 13 რას იწვევს? ძველის ნგრევას და ახლის შენებას, სტრუქტურის მიღმაა. იმ ჩვეულის გარეთ არის. ეს არის რაღაც უცნობი, შეუცნობელი. ნუ ასე არ იქნება. შესაბამისად, იმ კონკრეტულ დღეს გადადგმულმა ნაბიჯმა რა შეიძლება რომ გამოიწვიოს? შეიძლება მოიტანოს ცვლილება, რომელიც არ მოგწონს. და დააბრალოთ 13-ს. რეალურად 13 იწვევს მაგას, ოღონდ როგორი კუთხით იწვევს? თუ არ გინდა ტრანსფორმაცია, ნუ იზამ 13-ში.
სხვა დღეს გააკეთე 14-ში. მაგრამ თუ დაბადების მიხედვით გვენიჭება ის ენერგია, რაც ციფრს აქვს და რიცხვს აქვს და ვინც 13-ში დაიბადა, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ უიღბლო არა. ვეტყვით ამას მსმენელს, რომ 13-ში ვინც დაიბადა და გამორიცხული. როგორ ენერგიას ატარებს? 13-ში დაბადებული ადამიანები მუდმივად უნდა იყვნენ ორიენტირებული ტრანსფორმაციას, ცვლილებაზე და განვითარებაზე. ისედაც თუ ადამიანი ამისთვის შინაგანად მზად არის, 13 შეიძლება მისთვის ძალიან წარმატების მომტანი იყოს, მაგრამ აი ვისაც კომფორტის ზონა მოსწონს და არ შეუძლია გამოსვლა, ნუ გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს მაინც და მაინც 13-ში, მაგრამ თუ ყველაფერი ცუდად მიდის, აი ხარწარუმატებელი არაფერში არ გიმართლებს და ვერ გამოდიხარ მდგომარეობიდან, შეგეძლია რომ 13-ში გადადგა ნაბიჯი და ეს შეიცვლება. კარგისკენ გამოიყენო 13, ხო? შესაბამისად, ანუ იმის და მიხედვით რაც გჭირდება, იმის და მიხედვით რისი მიღებაც გვინდა, ზოგადად რატო იწვევს ადამიანებს ცვლილება ხშირ შემთხვევაში ასოცირდება ქაოსთან. იმიტომ რომ ადამიანებს ეშინიათ ცვლილებების, ურჩევნიათ რომ იყვნენ ძველთან და ჩაებღაუჭონ იმ რაღაც წარსულ მოვლენებს, ვიდრე რაღაც ნაბიჯი გადადგან მომავალში. იმიტომ იწვევს 13 ასეთ ქაოსს, რომ იქ ცოტა წარსულს წყდები და რაღაც ისეთი ცვლილებები ხდება, რასაც ესთვისაც შეიძლება რომ ადამიანი მზად არ იყოს. მაგრამ რეალურად ეს არის ტრანსფორმაცია და არა თარსი რიცხვი. უბრალოდ კი, ოღონდ რა თქმა უნდა, იმის რისიც გჯერა, მე თავისთავად ჩვენზეც მოქმედებს. აი ამაზე უნდა ვიკითხო ზუსტად ერთი რამ, თან მოგზაურობთ, თან დროში, ციფრებთან ერთად და ტერიტორიებზე მოგზაურობთ და ავიღოთ ჩვენი დედამიწა, პლანეტა, რომელიც მეტნაკლებად შეიძლება ვთქვათ ორად წარმოვიდგინოთ, აღმოსავლური სამყარო და დასავლური. ეს ყველა წინაპირობა, რაც ახლა ჩვენ შესავალში მოვყევით, სკანდინავიური მითოლოგია, იქნება ქრისტიანობა, ბიბლია, ეს ყველაფერი მაინც უფრო მეტად არის დასავლური კულტურა, ხო? და გამოდის, რომ ეს განძაფრება 13-ის მიმართ აქვს დასავლური კულტურის მქონე ხალხს. აღმოსავლეთის ხალხს თუ არა აქვს არანაირი დამოკიდებულება 13-ის მიმართ, რა გამოდის, რომ ჩვენ ვქმნით ამ დამოკიდებულებას და თუ არ ვაქცევთ ყურადღებას, აბსოლუტურად სულ ერთია 13-ია თუ სხვა რიცხვი. ანუ აი ეს მაინტერესებს. ადამიანი თვითონ ქმნის თავის წარმოდგენას და მე იმისი ანეშინია, ან პირიქით მოსწონს და უხარია. გარკვეულწილად კი, რეალურად ჩვენ ვანიჭებთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელობას რაღაც გარკვეულ მოვლენებს და გარკვეულ სიტუაციას. თუ მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ ესეთი მომენტი, რომ შეიძლება კონკრეტულ დღეს რაღაც ცუდი მოხდა ერთხელ, დაემთხვა მეორეჯერ და ჩვენთვის ეს უკვე ნეგატიურად აღიქმება. რაც შეეხება აღმოსავლეთს, ასე რა ვთქვათ, იქ 4 არის მიჩნეული. მართლა? ეს რომელიც მაგალითად აქეთ ნაწილში დასავლეთში არ ვიცოდით, ხო? და 4 თითქოს არაფერია ჩვენთვის. მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანი. ხო, თუმცა ასევე ყველაფერი რაც 4-თან ასოცირდება, ეგეც შეიძლება რომ ნეგატიურად აღიქმებოდეს. ოღონდ იქ მნიშვნელობა სრულიად განსხვავებულია, 4-იანი ასოცირდება სიკვდილთან, ანუ ჟღერადობა აქვს ზუსტად იგივე. და შესაბამისად იქ საერთოდ არცად არ არის არც სართული, არც ნომერი. იქ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვს და რეალურად ყველაფერი 13-21-ისა 4-თან რაც ასოცირდება. თუმცა არა, ანუ ამ შემთხვევაში მიზეზი 13 არ არის, მიზეზი 4-ია. რა საინტერესო. ეს აღმოსავლეთის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია, კორეა, კი, ანუ აღმოსავლეთი. კი. რა საინტერესო. აი ამას არ დაუკვირვებია. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა რიცხვებთან აქვს ნეგატიური დამოკიდებულება. რეალურად რა ხდება, ანუ რა თქმა უნდა ვაკავშირებთ ჩვენ რაღაც გარკვეულ მოვლენებს, რაღაც გარკვეულ რიცხვებთან. თუმცა ეს 13-ის ნეგატიური მნიშვნელობა აი აქაც გააჩნია როგორ აღვქვამთ. თუ ჩვენ აღვქვამთ როგორც ტრანსფორმაცია ეს არის ცუდი და ტრანსფორმაციას მოაქვს ნეგატივი, მაშინ 13 ცუდია. თუ არ აღვქვამთ ნეგატიურად, მაშინ 13 არ არის ცუდი. და პირიქით, ოღონდ როგორ არის რიცხვები ჩვენზე თავისთავად მოქმედებენ. აი მაგალითად როგორ შეგვიძლია რომ აღვქვათ. თუნდაც მაგალითად ორი ადამიანის კავშირი. პირობითად ისევ აქვს თითოეულ ადამიანს თავისი დამახასიათებელი საბოლოო რიცხვი, რომელიც გამოდის. აი მათი თავსებადობა როგორც ხდება, ხო? მაგალითად ზოგიერთ ადამიანს მოსწონს ერთმანეთი, იზიდავს, გზნობს თავს კომფორტულად, ვიღაცასთან ვერ გზნობს თავს კომფორტულად. შესაბამისად რაღაც ჩვენი ენერგია ვერ მოდის ჰარმონიაში. ეს არ არის ხასიათები, ანუ ეს არის ენერგია, რა თქმა უნდა. პირველ რიგში ხო ენერგია ხდება. შეიძლება საერთოდ არ იცნობდი ადამიანს, აი დაინახე, ვიღაცის მიმართ გაგიშნა დადებითი დამოკიდებულება, ვიღაცა შეხედე და უარყოფითი დამოკიდებულება. არ იცნობ, არ იცი. შეიძლება ძალიან ლამაზი იყოს პირობითად ვიზუალურად, მაგრამ ის შეხედე და რაღაც ვერ მიიღე. ან პირიქით შეიძლება პირობითად სრულიად ისე იყოს ჩაცმული, ან არ იყოს იმდენად აი მოდი ასე ვთქვათ ლამაზად აღქმადი, მაგრამ
რაღაცა მიგიზიდა. ანუ ეს კარგზე და ცუდზე არა, ეს არის ენერგიაზე, შესაბამისობაზე და პირიქით განზიდვაზე. კი. მათ შორის ზოგადად ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე აი პარტნიორების შორის თავსებადობას, როცა პირობითად ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს და იწყებს ურთიერთობას, რამდენად ჰარმონიული იქნება მათი ურთიერთობა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ნუმეროლოგიაში პირდაპირ ჩანს როგორ იქნება მათი თავსებადობა. თუმცა ეს ეხება რასაკვირველი არა მხოლოდ ამ შემთხვევაში ქალბატონს და მამაკაცს, მეგობრობაშიც, პარტნიორობაშიც, უშუალოდ საქმიანი კუთხით. ქორწინების თარიღი ძალიან მნიშვნელოვანია. აი, ხო, ეგ საინტერესოა. თუ ყოფილა შემთხვევა, რომ 13 რიცხვს არიდებს ნეტა ვინმე ქორწილს თავს. 13-ში არის. მაისი ვიცოდი, რომ მაისში არისო ქორწილები ძირითადად, მაგრამ 13-ზე თუ იყო ეს არ ვიცოდი. ზოგადად 13 რიცხვში ქორწინება რასაკვირველი არ არის კარგი. თუ არ გინდა ახალი პარტნიორის პოვნა. ანუ ისედაც არ არის კარგი, იმიტომ რომ თავისთავად უკვე ტრანსფორმაციას ნიშნავს. მაგრამ ქორწილი ხო უკვე ტრანსფორმაციაა. გაჩნია ამ შემთხვევაში როგორ აღიქვამ. კი, მაგრამ შენ იმ მდგომარეობაში გინდა რომ გაგრძელდეს და არა ცვლილებით. აჰა. იმ მდგომარეობაში აგრძელებ. რაც აქამდე მოგწონდა. რაც აქამდე მოგწონდა, კი. მაგრამ ასე რომ ავღვიქვათ, ზოგადად ნუმეროლოგიაში მაინც უფრო ნეგატიური რიცხვად აღიქმება 16. რომელიც უფრო ასოცირდება ნგრევასთან. 13 ხო არის ტრანსფორმაცია. ერთიდან გარდასახვა მეორეში. 16 არის ანალოგიურად ტრანსფორმაცია, ოღონდ უფრო მძიმე ფორმით. პირდაპირ ნგრევა და პირდაპირ ახლის შენება. აი 16 მე პირადად 16-ში არ დავფრინავ 16 რიცხვში. არ გზავრობ. ხო. ანუ პირადი დამოკიდებულება გაქვთ. კი, 13 საათ შეეხება 13-თან მიმართებაში არანაირი პრობლემა არ მაქვს, იდეალური დამოკიდებულება მაქვს, თუმცა ვიყენებ სწორად. თუ მინდა რომ რაღაც შევცვალო, შეგეგმოთ 13-ში, თუ პირობითად არაფრის ცვლილება არ მინდა 13-ში არ დავგეგმო. თავისთავად. და აი ხა მაგალითად 3 დღეში რომ მოვა 16 რიცხვი, 16 იანვარი, ეცდებით რომ რაღაც მნიშვნელოვანი რამე არ გააკეთო. კი, თავისთავად. თუ არ მინდა რაღაც რადიკალურად რომ შევცვალო. თუ ცვლილება მინდა, მაგ შემთხვევაში კი, ანუ ზოგადად თითოეულ რიცხვს აქვს მართლა თავისი ენერგია, თავისი მნიშვნელობა. როგორ აღიქმებოდა თითოეულ რიცხვთან იყო დაკავშირებული კონკრეტული ენერგია, კონკრეტული ვიბრაცია, რომელიც განაპირობებდა როგორ მოქმედებს ის ჩვენზე. როგორც, თვითონ რეალურად რა არის ხო ციფრები აღწერენ სამყაროს ენერგიას და შემდგომ უკვე ჩვენთან კავშირს. იმიტომ არის რომ ყველა ჩვენგანი განსხვავებული ვართ, რატომ არის აი მაგალითად მანქანის ნომერი, ანალოგიურად ტელეფონის ნომერი, მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად აი ესეთ მარტივ მაგალითს მოვიყვან, პირობითად გაიხსნა ახალი მაღაზია სიტყვაზე, რომელიც გაიხსნა რაღაც კონკრეტულ თარიღში. იდეალური, ყველაფერი კარგად, გამართულად, ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული, მაგრამ ვერ მუშაობს. შეიძლება იყოს რიცხვების თავისუფალი? კი. იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაწყების მომენტს. აი 13-ში თუ დაიწყება ეს ტრანსფორმაცია იქნება კარგისკენ მაგალითად. გააჩნია როგორ აღიქვამს. თუ იმ შემთხვევაში თუ მას უნდა თუ წარუმატებელია და მაგ შემთხვევაში დგამს ნაბიჯს, შეიძლება რომ იყოს, თუ წარმატებულია და რაღაც დანამატი უნდა, ანუ რაღაც ახალს იწყებს, მაშინ შეიძლება რომ პირიქით გაუფუჭდეს ყველაფერი. შემოტრიალდეს ამ შემთხვევაში წარმატების შემთხვევაში კარგი არის პირველი რიცხვი თვის 7, 19, 21. თუმცა ამასთან ერთად კიდე განიხილება ჩვენი თავსებადობა იმ რიცხვთან, ანუ ჩვენი ნუმეროლოგიური რიცხვის დამატება იმ კონკრეტულ დღესთან. და კი შემდგომ ვიღებთ, შეიძლება ვიღაცისთვის, მაგალითად შეიძლება რეალურად 13 იჭდებოდეს, მაგრამ იმ კონკრეტული ადამიანის თავსებადობა იმდენად იდეალური იყოს, რომ პირიქით კარგი იყოს. და აი ეგ არის საინტერესო, ჩვენ რა გვგონია, რომ ჩვენთვის კარგი რიცხვია და სინამდვილეში რა არის ჩვენთვის კარგი რიცხვი? ეს ნუმეროლოგთან უნდა გავარკვიოთ? ასე უფრო კი. იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში შეგვიძლია მაგალითად ჩამოთვალოთ კარგი რიცხვები. რაც თქვა პირველი 7, 19, 21, 25. თუმცა თუ უშუალოდ ჩვენთან კომბინაციაში ნეგატიური რიცხვი ჯდება, შეიძლება რომ კონკრეტული თვის კონკრეტული დადებითი რიცხვი ჩვენთვის იყოს ნეგატიური. აი პირობითად მაგალითად როცა გვინდა განსაზღვროთ ქორწინების თარიღი, ვიღებთ როგორც მამაკაცის დაბადების თარიღს, ასევე ქალბატონის დაბადების თარიღს და ვუმატებთ იმ დღეს, როცა უნდა იყოს ქორწილი. ეს რა თქმა უნდა იქიდან გამოყავთ საერთო რიცხვი. იქიდან გამოყავს საერთო რიცხვი. და ამ დღეების, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცის გათვალისწინება ხდება, თუმცა საბოლოო ჯამში რომ დღე არ იყოს ნეგატიური მათთვის ორივესთვის. ანუ აი მსმენელს კარგად რომ განვიმარტოთ, მაგალითად პატარძალი გოგონა არის 25 წლის.
და სიძე ბიჭი არის 27 წლის. 25-ს ვუმატებთ 27-ს. არა, დაბადების თარიღებს. ანუ მეგონა ასაკზე იყო საუბარი. დაბადების თარიღები იკრიბება. ანუ ჩვენი ერთმანეთს ემატება დაბადების თარიღი? აი როგორ იკრიბება? აი პირობითად მაგალითად 21.06.1992 პირობითად. 2-ს ვუმატებთ 1-ს, ვუმატებთ 6-ს, ვუმატებთ 1-ს, 9-ს, 9-ს და 2-ს რაც არის. ანუ ამ შემთხვევაში იკრიბება ერთნიშნა ციფრებით. ესე ვიგებთ ჩვენს საბოლოო ბედის ციფრს, ასე ბედის ციფრს. და ყოფილა შემთხვევა, რომ ქორწინების თარიღზე, მანქანის ნომრის აღებაზე, ტელეფონის ნომრის აღებაზე მოუმართავთ. კი, ძალიან ხშირად. მათ შორის აი ანალოგიური მომენტი ყოფილა შემთხვევები, როცა პირობითად ძალიან ხშირად ხდებოდა ავარიაში ადამიანი და არაერთი შემთხვევა ყოფილა, შეუცვლია ნომერი და მდგომარეობა გამოსწორებულა. აჰა, უკეთესია. ესეც ხო, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში როგორ აღიქმება? იმასაც ხო რაღაც კონკრეტული დატვირთვა აქვს და კიდე ამ შემთხვევაში ხდება იმის გათვალისწინება, ის ნომერი როგორ მოდის ჩვენთან თავსებადობაში. აჰა, გასაგებია. და სულის შემდეგ უკვე ამ ყველაფერს. ხოთა შორის აი საფრთხის და ავარიების კუთხით ერთი სახეირო, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება გქონდეს ამ 13-თან დამოკიდებულებას, როგორც მოვიძია ინფორმაცია, როგორც იძებნება, აი მაგალითად 2008 წელს ნიდერლანდების დაზღვევის სტატისტიკის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პარასკევ დღეს 13 თუ ემთხვევა ასეთ დღეებში სხვა პარასკევებთან შედარებით არის უფრო ნაკლები საგზაო შემთხვევა, იმიტომ რომ ხალხი ცდილობს რომ ხოლმე გარეთ გარ გამოდის, ანუ უფრო ნელა ატარებს, მაგრამ მოკლედ რაღაცა უფრო ცდილობს რომ მოუფრთხილდეს საკუთარ თავს და კვლევის თანახმად ხანძრის და ქურდობის შემთხვევებით შემცირებული, ანუ ქურდიც კი ცდილობს რომ 13-ში თქვათ მიღებულ დღე ექნება და გასვლა და არ გავიდეს თქვათ საშოვარზე, რაც ყველა შემთხვევაში ნეგატიურია, მაგრამ თავის გადმოსახედიდან ცდილობს და გამოდის რომ საფრთხეს უფრო მეტად არიდებენ თავს 13 რიცხვში და უსაფრთხოების კუთხით გამოდის რომ უფრო უსაფრთხო რიცხვია, იმიტომ რომ ყველა ცდილობს რომ რაღაცა რადიკალური ნაბიჯები და სარისკო ნაბიჯები არ გადადგან. აი მეორე მომენტი არის კიდე რომ 16-ში პირიქით ხშირია. აჰა, იმიტომ რომ 16 არის გრევა როგორც ვთქვით. ნუ ამ შემთხვევაში კი რა თქმა უნდა როგორ მოქმედებს, ანუ რეალურად რასაკურველია ეს ყველაფერი ჩვენზე მოქმედებს, თუმცა აქაც აი ჩვენ როგორ მნიშვნელობას მივანიჭებს. ნუ თუ აღვიქვამთ მაგ კუთხით, აი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლა უკეთესია, ხო? იმიტომ რომ პირიქით თავს არიდებენ და შესაბამისად უფრო სიმშვიდეა, თუმცა რეალურად ვიღაცისთვის და ძალიან ბევრი არის ისეთი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ 13 მისთვის წარმატების მომტანია და აი მაგალითად 13-ში იწყებს, 13-ში გეგმავს, ყველაფერს 13-ს ამთხოვს, ვიღაცისთვის რეალურად სრულიად წარუმატებელია და ვერაფერი კარგი ვერ მოაქვს. აქ ადამიანის ბუნებასაც აქვს მნიშვნელობა. თვითონ ტიპაჟურად როგორი არის ადამიანი, რა უნდა ცხოვრებაში, რისი მიღება უნდა, ზოგადად როგორ მოქმედებს, რომ იმართლა ნგრევას ყოველთვის მოყვება შენება. თუ შენ ამისთვის მზად ხარ და თუ მზად ხარ რომ დაანგრიო რაღაც და ახალი ააშენო, იდეაში შეგიძლია რომ ნებისმიერი მიმართულება შენთვის ასიკეთოთ გამოიყენო. მაშინ არ შეგეშინდება თუნდაც შეგეშინდება, კი რა თქმა უნდა. რეალურად მე ზოგადად ვუყურებ ყველაფერს პოზიტიურ ჭრილში და რატომ? იქ სადაც არის ნეგატივი, თუნდაც მაგალითად 13 შეგვიძლია აღვიქვათ ერთი კუთხით ნეგატიურად, ხო, მეორე კუთხით პოზიტიურად, ისევე როგორც 16. თუმცა არ არის მხოლოდ ნეგატიური. აუცილებლად აქვს ის გამოსაყენებელი მექანიზმი, რითაც გამოყენება შეგიძლია. უკეთესობისკენ. თავარია რომ ის იცოდე, როცა იცი როგორ გამოიყენო ის კონკრეტული მომენტი, ასე შეიძლება რომ პირობითად ყველაფერი ცუდად რო გქონდეს. ხო, სიტყვაზე და 7-ში რომ დაიწყო ახალი საქმე. ისიც წარუმატებელი იყო შენთვის, იმიტომ რომ უკვე იმ ენერგიაზე ხარ აწყობილი და შესაბამისად ან შეიძლება იმპულსი მიცე ნეგატივს. აჰა, და პირიქით წამოწიო წინ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ალბათ კარგი იქნება რომ რაღაც ზომიერება დავიცვათ დამოკიდებულებაში, ხო? იმიტომ რომ შეიძლება გამოთვალო ადამიანმა თქვა რომ შენის რაღაცა იღბლიანი ციფრი არის მაგალითად 6 ან 7, ხო? მაგრამ თუ ამაზე ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა თქვა ჩაიციკლები და ყველაფერი ორიენტირებული იქნება 7-ზე, შეიძლება საერთოდ რა თქმა უნდა მენტალური პრობლემები დაგიწყოს და ანუ ზომიერება ხომ მაინც ყველა შემთხვევაში საჭიროა. ზუსტად და ეგ არის, რაც თქვი, რომ 13-ში რაც ხდება, უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ. რიცხვს აქცევენ ყურადღებას. ანუ შეიძლება ბევრად მეტი ნეგატიური მოვლენა ზოგადად ვამბობ, მომხდარიყო 14-ში, მაგრამ ის არ ახსოვს. არ ახსოვს, და ახსოვს თუ 13-ში. კი, იმიტომ რომ ეს უკვე ზოგადად ჩვენი გონება როგორ აღიქვამს
ჩვენც ვაძლევთ მე უკვე რაღაც მნიშვნელობას. ჩვენი გონება აღიქონს ისე ნეგატიური, ანუ უნდა გაფრთხილდეს შესაბამისად მეტი კონცენტრაცია უნდა გქონდეს იმისკენ, რასაც უნდა გაუფრთხილდეს. ზოგადად ისედაც ადამიანები ნეგატივს უფრო მარტივად აღიქვამენ, ვიდრე პოზიტივს. ხო, მოგონებაშიც ესე, თითქოს აღარ გვახსოვს სამწუხაროდ. კი, ეს ადამიანების ბუნება არის ესეთი და შესაბამისად იმ ცუდზე უფრო კონცენტრირებულები არიან და იმას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ და ამ შემთხვევაში როცა პირობითად სხვა დღე შეიძლება უფრო ცუდი მოხდეს, მაგრამ იმ რიცხვს არ ემთხვევა, ხო? ის რაღაცნაირად ჩვენი მეხსიერების მიღმარჩება და აღარ ვაქცევთ ყურადღებას. მაგრამ რეალურად არის, ანუ ყველა რიცხვს აქვს თავის დანიშნულება. აი ამ შემთხვევაში მაგალითად 14-ში უმჯობესია რომ ზოგადი ენერგია როგორც არის თავის შევიკავოთ რაღაცებისგან, არ გადადგოთ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. 10-იც ტრანსფორმაციასთან და ცვლილებასთან ასოცირდება. ისევე როგორც 20-იც არ არის ზედმეტად დადებითი, ესეც აი მაგალითად ახალი საქმის დასაწყებთან რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად შეიძლება 30-იც ჩავთვალოთ ნეგატიურად. ეს ამ შემთხვევაში ზოგადად ვამბობ, მაგრამ კონკრეტული ადამიანისთვის შეიძლება რომ საკმაოდ პოზიტიური იყოს. მაგრამ აქ კიდევ ერთი უცნაური შეკითხვა გამიჩნდა, შეიძლება არასწორია, რასაც ვიკითხავ, მაგრამ კალენდარი ხო 31-ში არის მოქცეული, ხო? ანუ თვეში 31-ზე მეტი არ არის და თუ მაგალითად 35 და 36 და 53 არის მაგალითად კარგი ციფრი, ესენი სად არის? სად არიან? კალენდარში არ ეტევიან და არ ჯდებიან. ამ შემთხვევაში 22 ზემოთ რაც არის, უკვე სხვანაირად ითვლება და 22 ზემოთ, ხო, 22. ანუ ყველაფერი 22-ში უნდა იყოს მოქცეული? უხეშად რომ ვთქვათ, ანუ რეალურად რა თქმა უნდა მთლიანად განვიხილოთ, მაგრამ იდეაში 22-ით აღიქმება. შემდგომ უკვე 22 ზემოთ რაც არის, უკვე სხვანაირად იკრიბება, ასე ვთქვათ. და აქ განიხილება თვითონ ციფრების ენერგია. არ მხოლოდ თარიღი, არამედ ციფრების ენერგია. და რო იყოს 35, იქაც აღვქვამდით ამ ციფრების ენერგიას. ანუ 3-იანს და 5-იანს აღვქვამდით და შესაბამისად უკვე საერთო ჯამში რასაც გვაძლევს ეგ რიცხვი, იმას აღვქვამდით. მაგალითად 8-იანს, ხო? და შესაბამისად მაინც რა თქმა უნდა თავის მოქმედება და დანიშნულება ექნებოდა. ისე რა საინტერესოა დამოკიდებულებები ნებისმიერი ამბის მიმართ. ახლა ვაკვირდებოდი, როდესაც შესავალი გავაკეთე და ცოტა ღიმილით ვთქვი, რომ თურმე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ტელეფონის ნომერში უფრო მეტ თანხას გადაიხდიან, ოღონდ 13 არ იყოს. მე ამაზე მეცინებოდა და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ძალიან სერიოზულად ეთანხმებოდით, იმიტომ რომ გამოგიცდიათ ასეთი შემთხვევა და გინახავთ ასეთი ადამიანები. ტელეფონის ნომერს და მანქანის ნომერს რაც შეეხება ზოგადად არ არის სასურველი ნოლიანი. ზოგადად მოდი ესე ვთქვათ, ოღონდ არაპირდაპირ ნიშნობით გარკვეულწილად ნეგატიურად აღიქმება 0, იმიტომ რომ არის ცარიელი. არაფერს არ წარმოადგენს. 0, ანუ არაფერი ხო? ხელს უწყობს მარტივად რო ვთქვათ განულებას. მაგრამ ისევ თუ ვიღაცას სჭირდება განულება იდეალურია. აი ყველაფერს ვერ მაგი დამოკიდებულება აქვს, არცახოთ ვერ ვამბობთ. აი ამ შემთხვევაში მანქანის ნომერში, ტელეფონის ნომერში არ არის ნოლიანი ზოგადად სასურველი და უმჯობესია რომ ნომერი იყოს მზარდი. ან პირობითად ან ბოლო ციფრი იყოს უფრო მაღალი ვიდრე წინა. მაგალითად 12, რაღაც 34 და 68 და აიწიოს ზემოთ, ხო? ისე როგორც მანქანის ნომერი, ანალოგიურად. თუმცა მანქანის ნომრის შემთხვევაში როგორც ხდება ამის გამოთვლა, ხდება სრულიად ნომრის აღება და ჩვენთან ამის თავსებადობა. ნუ ნუმეროლოგიური გამოთვლით, ანუ მთლიანად ნომერი ითვლება და ანალოგიურად უკვე კონკრეტული ადამიანთან როგორი თავსებადობა აქვს, იმის გარკვევა ხდება. არა და ახლა პირველად დავფიქრდი, რომ მანქანის ნომერი უნიშნულოვანესია, იმიტომ რომ პირდაპირ მოქმედებს და აისახება ჩვენს უსაფრთხოებაზე. აი ანალოგიურად ვიღაცა სულ ჯარიმა მისდის, ვიღაც დადის და ბედნიერია. ვიღაცა სულ რაღაც შემთხვევა ემართება, ვიღაც დადის და არაფერი. ახლა არ ვითხართ, რომ ეს მანქანის ნომრის დამსახურება ნახეთ როგორ არის, რომ აი თუ აღვიქვამთ ამას რაღაც ენერგიას, ხო? ეს ენერგია ხო არის კავშირში სხვა ენერგიასთან. ამ ენერგიას აქვს ციფრი, კონკრეტული რიცხვი, ისევე როგორც სხვა ენერგიას. სამყარო თავიდან ბოლომდე რიცხვებზე და ციფრებზე არის აგებული. ყველგან გვხვდება. ამაზე უარის თქმა ფაქტობრივად შეუძლებელი, იმიტომ რომ რეალურად თვითონ სისტემა არის ამაზე აგებული. ნუმეროლოგიაზე არის აგებული, ასტროლოგიაზე, ნუმეროლოგიაზე არის აგებული, ტაროლოგიაზე და თითქმის ყველაფერი. შემდგომ აი ანუ ფუძე არის ნუმეროლოგია. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ამის მიღება, ფაქტი არის რომ ასე. ყოველდღე ანუ მაგალითად ადამიანს შეუძლია რომ ასტროლოგია არ გამოიყენოს, ხო? ნუმეროლოგიას ვერ აცდება.
მისი ყოველი დღე ნუმეროლოგიით იწყება. დრო, საათი, აბსოლუტურად ყველაფერი. ასევე ძალიან ხშირია რაღაც მაგალითად კონკრეტულ ციფრებს რო ხედავენ. 11, 11, 12, 12. აი სხვათა შორის მე მყავს მეგობარი, რომელიც მუდმივად ხედავს 11. ხო, უთხრათ ადამიანს. 11 თუ ხედავს, უნდა ვუთხრათ, რომ ცვლილებების დროა და დროა რომ ნაბიჯი გადადგას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეგ კონკრეტული მიანიშნებს იმაზე, რომ ან თუ ბევრ საქმეს არის მოჭიდებული და ანებოს თავი და ერთ კონკრეტულზე კონცენტრირდეს, ან რაღაც რაღაც მდგომარეობიდან უნდა დაიწყოს მოქმედება. ოღონდ არა ქაოტურად, არამედ რაღაც კონკრეტული ერთი მიმართულებით. და როდესაც მსგავსი ციფრები იწერება ტელეფონზე, ხო არის ხშირად რომ დავხედავთ, რომ ნახოთ ტელეფონის ნომერი და ხშირად არის ხო 12 13 ბავშვებმა იციან ხოლმე ჩავიფიქროთ და რაღაც ისეთი ძალიან გულწრფელი ბავშვური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ეს ერთნაირი რიცხვების გამეორება მართლა რამეს ნიშნავს დაკავშირებით ნაკლებად, თუმცა ზოგადად რამეს ნიშნავს? ზოგადად კი შეიძლება ნიშნავდეს როგორც სამყაროსგან ნიშანი. რომ ამ შემთხვევაში უკვე ის კონკრეტული ინფორმაცია, რომელსაც ეს აი 11 შემთხვევაში ის იყო, რაც თქვი, რომ აი მაგალითად უნდა დაიწყოს მოქმედება, კონცენტრირდეს ერთ კონკრეტულზე. იგივე იმით თუ აღვქვამთ, რომ ეს არის სამყაროს ენა, რიცხვები, ანალოგიურად შეიძლება რომ მინიშნებაც მივიღოთ ამ სახით. ანუ გველაპარაკებიან რიცხვები და ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მათ და დავუჭეროთ, ხო? დაახლოებით. ნუ რადგან ასეა 13 რიცხვი მე მგონი ამოვწურეთ და გადაცემის ბოლოს ბარემ 2026-ით ვთქვათ, იმიტომ რომ დადგა ახალი წელი 2026 წელია და რას მოგვიტანს? აი ეს კომბინაცია 2-0-2-6. 2026 წელი ეს ახალი ციკლი დაიწყო, ამ შემთხვევაში წინა წელი იყო 9-იანი და ახლა შემოვიდა 10-იანი, 1-იანი, აი 10-იანთან მიმართებაში ვთქვი, რომ ტრანსფორმაცია ნიშნავს ესეც განულებას ერთგვარს და ამავდროულად ერთიანი რაც არის ახალი საწყისი, ახალი იმპულსი. ამ წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება იმას, რომ არ დავჩეთ წარსულში და ვიმოძრაოთ წინ მაქსიმალურად. ნუ ზოგადად ამ შემთხვევაში ცხენის ენერგიაც ასეთია, რომ მხოლოდ წინ იყურება და არასდროს უკან. და შესაბამისად ამ წლის ენერგიაც ანალოგიური არის, რომ უნდა ვიმოქმედოთ, გადავდგათ ნაბიჯები, რაღაც მომენტში გავრისკოთ ოღონდ ჯანსაღად ნორმის ფარგლებში და არ უნდა იყოს ჩვენი მოქმედება დაუფიქრებელი და წინ დაუხედავი, თუმცა არ უნდა ვიყოთ შეშინებულები, უნდა ვიმოქმედოთ. ეს წელი იქნება სურვილების ასრულების და შესაძლებლობების გამოყენების, თუ ამას გავაკეთებთ ჩვენ თავად, არ შევშინდებით და არ დავიმალებით გამოვალთ კომფორტის ზონიდან. მე მგონი კარგი რჩევები მივიღეთ, არ გაჩერება კავშირში არის მოგზაურობასთანაც და მე ყოველთვის ვლობირებ მოგზაურობის თემატიკას. კალი წელია მოგზაურობისთვის. აი ეს იყო მთავარი რეზუმე ჩვენი გადაცემის და ასევე უნდა ვთქვათ, რომ მოგზაურობა დროში არ ვიცი რამდენად, მაგრამ მოგზაურობა რიცხვების სამყაროში ნამდვილად გამოგვივიდა ნუმეროლოგ ნინა ოროლაშვილთან ერთად, რომელიც ჩვენი სტუმარი იყო. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ბედნიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ. მადლობა ჩვენს მსმენელს ყურადღებისთვის, როგორც რადიო ეთერის მეშვეობით, ასევე Facebook გვერდზე, სადაც ვიდეო სახით გვიყურებთ. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.